ბავშვებო, მე ვარ ელთი მირაბელა და დღეს მოგიყვებით ამბავს. Wednesday და დაკარგული ჩრდილი. ძველ იდუმალ სახლში, სადაც ცხოველებსაც უცნაური სახეები ჰქონდათ, ცხოვრობდა ადამსების ოჯახი. მათ შორის იყო პატარა გოგონა, სახელად Wednesday. Wednesday ყველასთვის სერიოზული და ცოტათი უცნაური ჩანდა. ის იმაზე იცინოდა, რაზეც სხვები ტიროდნენ და სიბნელე უფრო უყვარდა ვიდრე მზე. მაგრამ ოჯახში ყველამ იცოდა, რომ Wednesday ძალიან ძლიერი და ჭკვიანი იყო. ერთ ღამეს, როცა მთვარე სუსტად ანათებდა, Wednesday-მ შენიშნა, რომ ის ოთახში რაღაც უცნაურობა ხდებოდა. მისი ჩრდილი გაქრა. ჩრდილი, რომელიც მუდამ მის გვერდით იყო, თითქოს გაიპარა. Wednesday სულ არ შეშინებულა. პირიქით, მან თქვა, საინტერესოა, ახლა ჩემი თავგადასავალი იწყება. მშობლები შეკრთნენ და მის გარშემო შემოიკრიბნენ. დედამ თქვა, მე ჩემს მაგიას გამოვიყენებ და აუცილებლად დაგეხმარები. მე კი ჩემს მანქანას გათხოვებ, წამოიძახა გომესმა და ხმალი ამოიღო. ჰაჰა, შენი ჩრდილი ალბათ ჩემთან იმალება, სიცილით უთხრა პაქსლი Wednesday-ს. მაგრამ Wednesday-მ თავი გააქნია. არა, ეს მხოლოდ ჩემი საქმეა, ჩემი ჩრდილი მე უნდა ვიპოვო. Wednesday-მ ჩაიცვა პატარა შავი კაბა და ჯიბეში პატარა ფანარი ჩაიდო. გზად, რომ გზა გაენათებინა. მისი საუკეთესო მეგობარი ეიზეკის ხელიც გაიყოლა. ისინი დიდ დერეფანში დადიოდნენ. კედლებზე სურათები ცოცხლდებოდნენ, ფარდები კი ირხეოდნენ, თუმცა ფანჯარა დახურული იყო. ჩრდილო სად დაიმალე? ჩურჩულით იკითხა Wednesday. უცებ კედელზე გაიელვა სილუეტმა. ეს მისი ჩრდილი იყო, მაგრამ როგორც კი მიუახლოვდა, ჩრდილი გაიქცა და სარდაფში ჩავიდა. სარდაფში ბნელოდა, იქ ცხოვრობდა ლარჯი. Wednesday აკრასაკეთებ, მოხიხმით იკითხა მან. ჩემი ჩრდილი დავკარგე, აქ ჩამოირბინა? ლარჯმა თავი დაუქნია და უზარმაზარი თითით მიუთითა კარიბჭესკენ. მაგრამ კარიბჭე ჩაკეტილი იყო, მასზე წარწერა ასე ჟღერდა, ვინც საკუთარ შიშს გაუძლებს, ის გახსნეს ამ კარს. Wednesday ჩაფიქრდა, რა იყო მისი ყველაზე დიდი შიში, იქნებ სიცარიელე, სადაც არავინ იყო. არა, გაიღიმა მან. მე არაფრის მეშინია, უბრალოდ უნდა დაველაპარაკო ჩემ ჩრდილს. კარი უცებ თავისით გაიღო. იქ სიბნელეში Wednesday შეხვდა თავის დაკარგულ ჩრდილს. რატომ დამტოვე? კაცრად ჰკითხა გოგონამ თავის ჩრდილს. ჩრდილმა ჩაიჩურჩულა. მინდოდა დამენახე, რამდენად მამაცი და ჭკვიანი ხარ ჩემს გარეშე. Wednesday ცოტა ხანს ჩუმად იდგა. მერე კი ღიმილით უპასუხა. მე ყოველთვის ძლიერი ვარ, მაგრამ შენთან ერთად უფრო სრულფასოვანი ვარ. მოდი დავბრუნდეთ სახლში. ჩრდილი მიეწება და ისევ მისი გახდა. როცა Wednesday დაბრუნდა ადამსების ოჯახში, აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ვიცოდი, რომ ამას შეძლებდი, თქვა მორტიშამ. გულით სუპერ გმირი ხარ, ჩემო ქალიშვილო, დაამატა გომესმა. Wednesday კი მხოლოდ იღიმოდა და თავის ჩრდილს ხვევდა ხელს. განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც სიბნელის შიში დასწლია. და იმ დღიდან Wednesday უფრო მეტად დაუკავშირდა თავის ოჯახს. მაგრამ ყველამ იცოდა, თუ რაღაც იდუმალი მოხდებოდა, Wednesday ყოველთვის მზად იყო ამ საიდუმლოს გასახსნელად. ბავშვებო, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.